გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ისევ და ისევ რუსთავის ავტოდრომიდან, რადგან დღეს GTCC-ის მესამე ეტაპია. ჩვენ მეორე ეტაპზე ავყოფილ ვართ, რადგან ჩვენ 340-ს პრობლემები ჰქონდა და ფიზიკურად 3 დღეში დრაგი იყო და ვერ მოვასწარით მანქანის გაკეთება და მეორე ეტაპი GTCC-ის გამოვტოვეთ. პირველი ეტაპი გადაღებული გვაქვს და ჩვენმა ბესომ ჩვენ YouTube არხზე დადო ძალიან მაგარი ვიდეო და გადადი და ნახეთ თუ არ გინახეთ და გამოიწერეთ არხივისაც არ გაქვთ გამოწერილი არხი და რაც შეეხება მეორე ეტაპს. მეორე ეტაპზე ცოტა პრობლემები იყო, ცოტა ჯარიმები იყო, ნუ მაგას კონკრეტულად უკვე დათას და სანდროს გავესაუბრები თუ რა პრობლემები ჰქონდა, თუ რატო ვერ ავიღეთ პირველი ადგილი, რადგან მეორე ეტაპზე კვალიფიკაციაში ჰქონდა პირველი ადგილი და ძალიან მაგრა იარა სანდრომ. რაც შეეხება მესამე ეტაპს, დღეს კვალიფიკაციაში ისევ და ისევ პირველი ადგილი გვაქვს, მაგრამ მეორე ეტაპიდან გამომდინარე დავჯარიმდით და პლუს -5 მანქანი თუკან იწყებს დღევანდელ ბოლას სანდრო და ნახოთ, იმედი მაქვს, რომ რავი მერვედანას დაუწყია, მეექვსედანას დაუწყია და პირველზე ამოსულა და სულ მოუგია და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც მოიგებს. რაც შეეხება დღევანდელ ეტაპს, ჩვენი ვესო ძალიან მაგარ კადრებს შემოგთავაზებთ, დაელოდეთ, არ გადაახვიოთ, რადგან ამ ვიდეოს ბოლოში ძალიან მაგარ საინტერესო ამბავს გაიგებთ. დათა გამარჯობა. გამარჯობა. როგორ ახარ მეგობრებო? რა ვიცი, ნერვიულობ როგორც ყოველთვის. ხო, ეგ თანდაყოლილი ეტაპებს დაყვება ეგ ნერვიულობა. პირველ რიგში მაინტერესებს მეორე ეტაპზე რა მოხდა, ანუ რატო დავჯარიმდით და რატო გადავინაცვლეთ მე-6 ადგილზე და რატო ვიწყებთ მე-6 ადგილიდან ბოლას. ესე იგი, მეორე ეტაპი ძალიან კარგად დაიწყო ჩვენთვის. პირველი ბოლა უკონკურენტოდ პირველ ადგილზე დავამთავრეთ. მოგეხსენება, რომ რევერსი არის მეორე ბოლაზე და მერვე პოზიციიდან, ანუ პირველი მერვე დგება ხოლმე 8 მანქანის რევერსია, მერვედან დავიწყეთ და ძალიან მაგარი ტემპი ჰქონდა. სანდროს პირველამდე ამოვიდა ბოლის დროს, მაგრამ ამ ყოველთვის ასე ხდება ავტოსპორტში, ამდენ გასწრებებში რთულია, როცა ერთნაირი მანქანებია, ოდნავ კონტაქტი ჰქონდა სხვა მანქანასთან შედარებით, ჩემი შეფასებით ძალიან მკაცრი ჯარიმა მიცეს, არ იყო ეს ისეთ ჯარიმა. მე მანამდე ვნახე, სანდროსთანაც ჰქონდათ კონტაქტი და სანდროს მანქანა თითქმის 45 გრადუსი, ესე ვთქვათ, მოცურებულ მდგომარეობაში იდგა და მაგ შემთხვევაში დაიწერა თუ ჯარიმები თუ არ დაიწერა? ზუსტად არ მახსოვს, მე ამ ჩემ სანდროზე ვიყავი ორიენტირებული, უფრო და ამ ჯარიმაზე. მე სანდროს მიდევაც ვნახე. ლაივში უყურებ ფიზიკურად მე ვერ ვიყავი, ვერ მოვახერხე მოსვლა და ლაივში უყურებ და ვაფშე ვერ წარმოვიდგენდი თუ ჯარიმა იქნებოდა და ზოგადად ახლა დიდი გამოცდილება მაქვს მეც ვიცი ავტოსპორტში და ანუ იდეა ეგაა რომ მაგის გამო დავჯარიმდით. მაგის გამო დავჯარიმდით მომდევნო ბოლაზე რა შედეგსაც დადებდა კვალიფიკაციაზე პლუს 5 პოზიცია. ანუ დღეს კვალიფიკაცია იყო, პირველი დრო დადო და მე-6-დან დაიწყეს და თან მეორე ბოლას პირველის რევერსით დაიწყოს, ანუ მერვედან დაიწყოს. ანუ ორივე ბოლაზე უკნიდან იწყებს დღეს ბოლას და ყოველთვის დიდი რისკია უკნიდან როცა იწყებ ამ გასწრებებში, რომ შეეხლა შემოხლა მანქანა დაზიანდეს და რთულია ხოლმე, მაგრამ ნუ პოზიტიურად ვიფიქრობ და იმედია ხო. ჩაღებაუშია ძალიან მაგრა დადის და რავი. ეხლა მე როგორც იცი კვალიფიკაციაზე ერთი წამით ყველაზე სწრაფი დრო აქვს, ხო? დღეს არა, დღეს დაახლოებით 0.3-ით უფრო სწრაფი დრო ვარჯიშებზე ქონდა ერთი წამით ყველაზე სწრაფი დრო, კვალიფიკაციაზე 0.3-ით უკეთესი დრო ქონდა მეორე ადგილთან შედარებით, მაგრამ ნუ ბოლაა და ვნახოთ რა როგორ იქნება. ეგ გამოჩნდება ბოლოს ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მოიგებს. ეხლა კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, როგორც ვიცი და გიყურებ და ნახე, ევროპის ჩემპიონი, ხო? ეს NASCAR-ში, ხო? NASCAR-ში Challenger Trophy რაღაც კატეგორია არის NASCAR-ში. რამდენი ეტაპიანი იყო? ეს იყო 6 ეტაპიანი, თითო ეტაპზე 2 რბოლა იყო, როგორც ჩვენთან არის 2 რბოლა, რთული სეზონი იყო, ბევრი იმედგაცრუება, ბევრი უიღბლობა, ბევრი პრობლემები და ბოლოს რადიკალურად შემოტრიალა, ძალიან გაგვიმართლა გუნდით, შევიცვალეთ კარგი მანქანით გამოვედი ბოლოს და რადიკალურად შეიცვალა ეს ჩვენი ქულების ამბავი და მე ანუ ამ 6 ეტაპში პირველი, ხო? პირველი ადგილი გამომივიდა ჯამში და რა 6-ვე ეტაპის. არა ერთი რბოლის, ხო?
მთელი ჯამი, ანუ ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონი გავხდი. მე რამდენად ხარ ევროპის ჩემპიონი? მეხუთე. ძალიან დიდი მადლობა დათა. წარმატებებს გისურვებ და მომავალში კიდევ ბევრი წარმატება და პირველი ადგილი მომელოცოს. აი ხარ. ბიჭო, მეორეა. სტარტი დავიწყეთ მე-6 ადგილიდან რა და უკვე მე-3 ადგილზე დარწმუნებული ვარ 2 წრეში თუ მე-3 ადგილზეა. სადღაც უკვე 5 წრეში პირველ ადგილზე ვიქნები და ნახოთ ერთად ყველა აი ძალიან დადის რა, სანდრო დადის ძალიან რა, აი რავი, მალადეს რა. ძალიან ნიჭიერი ბავშვია კი და ძალიან მაგრა დადის. მაგასთან ერთად მაგრად გამისწორდება კარტინგზე ჯანმრთელობა. სანდროს ხო სანდროს თხოვ მე და ხო თან მე კარგად დავდივარ, არ შენ ხდება, მაყურებელი. შენ რო დადიხარ და საუკეთესო დრო გაქვს იქ რა ქვია ლილო არენაზე, ნუ მაგრამ მე მაინც ვერ მჯობნი, ხო? ჯერ ჩემთან უნდა მოიგო ძმა ლილო. ეგრე ხო? როდის წავი? აქედანვე წავიდე? დავეშვა დღეს ხო? უეჭა საუკეთესო დრო. მე იქ ცოტა გაკეთებული მყავს ერთი კარტინგი სპირტის დამაქონდა რა, შპრიცი და ჩავასხამ ხოლმე შიგნით. მაგრა იხოდება მე ხო? მე-6 ადგილიდან გადავედით მე-2 ადგილზე და სამწუხაროდ მე-5 თუ მე-6 წრე იყო, შეჯახება მოხდა პირველი ადგილოსანი და მე-2 ადგილოსანი ანუ სანდრო მოსახვევში შეეჯახენ ერთმანეთს და ნუ აქედან ახლა რთულია ვისი რა ბრალი იყო გაგება ყველაფერი და რბოლა როგორც კი დამთავრდება აუცილებლად სანდროს გავესაუბრებით და ნახავთ ზუსტად რა მოხდა, მიზეზი რა იყო ამ შეჯახების და ნუ ამ ეტაპზე გამოვეთიშეთ რბოლას, იმიტომ რომ სანდროს მანქანა გადაყენებულია ტრასიდან და ნუ ეს 10 წრე რომ მორჩება, მერე უკვე მეორე ეტაპი იქნება დღევანდელი, მე-3 ეტაპის მეორე ეტაპი იქნება, სადაც უკვე იმედია რომ სანდრო მოახერხებს და ჩაერთვება რბოლაში, რა შევაკეთებთ ავტომობილს. მოიყვანეს ნახავთ კიდევაც მეგობრებო კადრებში, მარჯვენა წინა თვალია გაფუჭებული, ანუ მარჯვენა წინა თვალში არის გიტარა გაფუჭებული, ქვედა გიტარა, სწორი გიტარა და ეხა ბიჭებმა მოიტანეს ახალი იყიდეს და იმედია მოვასწრებს შევცვლით და სხვა კიდე რამე პრობლემა ზედმეტად არ დაგვემატება, იმიტომ რომ ფიზიკურად დრო ძალიან ცოტა გვაქვს რა, ანუ 1 საათში, ანუ პირველი ეტაპიდან მეორე ეტაპამდე 1 საათია შუალედი რა და ამ 1 საათიდან უკვე თითქმის 20 წუთი გასულია რბოლა დამთავრდა, მერე სანამ ეს მანქანა მოიყვანეს აქამდე და სადღაც 9 საათი გვაქვს დრო რომ ჩავეტიოთ, გავაკეთოთ და მეორე ეტაპზე მივიღოთ ბოლაში მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ რომ ჩავეტევით ყველაფერში, იმიტომ რომ ერთ გიტარას ხედავ ამ ეტაპისთვის დაზიანებას, დანარჩენი გარეგნული დაზიანება აქვს მანქანას და მაგას უკვე მერე გავაკეთებთ ყველაფერს, ზოგადად ეს ეტაპი რომ მორჩება და ეხა მაქსიმალურად შევესწრებით ყველანი ერთად რომ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ისევ ჩავერთოთ რბოლაში. როგორც დაკვირდით მეგობრებო, მეორე ეტაპთან დაკავშირებით ვცლათ უფრო სანდროს კითხავთ, იმიტომ რომ ჩვენ გამოტოვეთ მეორე ეტაპი და არ ყოფილვართ. თუ რა პრობლემები იყო მეორე ეტაპზე, თვითონ სანდრო გვეტყვის, სანდრო, როგორ ახარ? კაი ხარ. მაინტერესებს მეორე ეტაპთან დაკავშირებით რა მოხდა მეორე ეტაპზე და ზოგადად რა პრობლემები იყო? მეორე ეტაპზე კვალიფიკაციაზე პირველი დრო მქონდა, ნუ პირველი შეჯიბრი დავიწყე პირველ პოზიციიდან და შვიდაც რაღაც ყვითელი დროშები იყო, მე გააწითლეს კიდევაც და ნუ გამოვიდა რომ უბრძოლველად მოვიპოვეთ პირველი ადგილი, მაგრამ მეორე რბოლაზე რევერსულად ვდგებით, პირველი 8 პილოტი, პირველი დგომა მერვეზე და ასე შემდეგ. და მომიწია მერვეზე დადგომა, მერვედანაც მოვახერხეთ როგორ რაღაცა გადმოვედი პირველ ადგილზე და ბოლოს წინა წრეზე აი კულისას რო ეძახიან, სიჩქარებს იცის და უთე გატყდა და ხალსტოიში ჩარჩა ვერ გავაგრძელებთ რბოლა. და მაგიტო გამოვეთიშეთ იდეაში რბოლას, ხო? მე არ ვიყავი, მაგრამ ლაივში უყურებდი. მანამდე კონტაქტიც იყო, რაღაც კონტაქტი. კონტაქტებიც იყო, კი, არ იყო ისეთი სუფთა რბოლა, მაგრამ ანუ შენ სანამ კონტაქტს გააკეთებდი, მანამდე შენთან მანქანასთან გააკეთეს კონტაქტი, რომ სადაც 45 გრადუსი თითქმის ზანოში დადგა მანქანა, მოცულებულ მდგომარეობაში და მან კიდე მაგ ჯარიმა მიცეს. არ ვიცი, მე მგონი მიცემდნენ ალბათ, იმიტომ რომ მე იმ შეჯიბრს გამოვიტიშე, მე რაღაცა საინტერესებია. და მაგ შეჯიბრზე როგორც მე უკვე
რომელი წრე იყო ზუსტად არ მახსოვს, კონტაქტი გააკეთე შენ თქო უკანა საბურავის წინა მხარეს, ხო? ხო. ანუ მანქანა არ შენერებულა ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა და რატო დაგაჯარიბეს, ანუ მიზეზი რა იყო? აი, ისეთი მომენტი იყო, რომ არ ჩანდა ზუსტად ვის ბრალი იყო და ну, ალბათ ისე გადაწყვიტეს, რომ და მაგ მოგცეს -5 +5 პოზიცია შემდეგ რბოლაზე, ანუ დღევანდელ რბოლაზე რა. დღევანდელ რბოლაზე. ხო, თუ უნდა დაგეწყო პირველით, ეხა დაიწყებდი მე-6-ით და დღეს დაიწყე მე-6-ით და მოდი დღევანდელ დღესაც ვკითხოთ რამოდენიმე კითხვა, იმიტომ რომ ესეთ ამბავში ვარ ჩვენს უკან კადრებს ხედავთ, რომ მანქანა აწეულია და რავი ერთი ამბავია. ანუ დღეს მე-6 ადგილიდან დაიწყე და მე-5 წრეზე უკვე იყავი მეორე ადგილზე. ანუ აი რა მაინტერესებს იცი აი ეს რაც მანქანას დაემართა რაც პრობლემები დღეს ამ პირველ ეტაპზე დღევანდელ ეტაპის პირველ 10 კრუგზე გვაქვს ეს მიზეზი რა იყო ამ ყველაფრის ხო თავიდან რაღაც კარგად გავწვერი გამიმართლა მეც აღმოჩნდა თავრთქლაძის უკან თავრთქლაძე არის ჩემი თავი კონკურენტი ამ სეზონზე იმიტომ რომ პირველ და მეორეზე ვართ კულებში უნდა კულებში ხო ვიბრძოლ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით რა ხო და მივყავ თავრთქლაძეს და სამხუთა სისტემა რაღაც წყობიდან გამოვიდა კარგად თუ ვეღარ დავატორმუზე და დავიჯახე თავრთქლაძეს და ნუ ხედავთ კი მანქანა უკვე ჩამოიწია გაკეთდა და ეხლა მაინტერესებს ამ შეჯახებაზე რამე კიდე მოგცემენ არ ვიცი ეს თუ ვეღარ მოგცემ იმიტომ რომ გამოიცია შეჯიბსა რომ საგვაჯარიმონ მაინც აღარ ანუ ამ შეჯახებამ პირველი ადგილოსანი რომელიც პირველ ადგილზე იყო ცოტა შენელება ხო გამოიწვა რაღაც კი შეიძლება რამით დაგვაჯარიმონ მაგრამ ეხლა რაც უნდა დაგვაჯარიმონ მაინც იმ ბოლოზე ვეღარ დავამთავრეთ ის ბოლო და მეტი უარესი აღარ იქნება ხო და ეხლა მეორე ეტაპს რომელი ადგილიდან დავიწყებ მე რატო ვკითხე იცი თუ დაგვაჯარიმებენ შეიძლება მეორე ბოლა ეხლა რაც იქნება ერთ საათში კიდე უკნიდან უნდა დავიწყო ხო არ ამგონია რახან პირველი ადგილი მქონდა და გითხარი რომ რევერსულად გავოდით ეხლა დავიწყებ მერვედან გასაგებია უფრო საინტერესო იქნება აი მანქანას უკვე მოიხოდა ხოძია და რავი წარმატებას გისურვებ ჩემო ძმაო და რავი სულ პირველი ადგილი მომელოცეს დიდი მადლობა ყურადღებისთვის მესი მანქანას გაკეთდა გიტარები შეიცვალა, ну წეროდან ამორიზატორი იყო ამოჩეჩებული ბიჭებმა ჩააჩოჩეს, გიტარა შეცვალეს, კრილო იყო შეღუნული, კრილოც გამოღუნეს და რავი ხოძია დადგა ფეხზე და იმედია ეხლა მეორე ეტაპს მაინც წამოვიღებთ პირველ ადგილს და მე მჯერა რომ სანდრო ძალიან მაგრად დადის და აი უკონკურენტოა რა, აი მართლა ძალიან მაგრად დადის და დანარჩენ მონაწილეებსაც ყველას წარმატებას უსურვებ. სპორტია, რა დროს რა მოხდება, არავინ არ ვიცით და შესაბამისად აი მე 6 ადგილიდან დაწყებული რბოლა, მეორე ადგილზე ვიყავი და კონტაქტის საფუძველზე გამოვეთიშეთ რბოლას და იმედია მეორე ეტაპს ეხა პირველი ადგილი დავასრულებთ. ეხა პირველი ეტაპის 10 წრის გამარჯვებულებს არჯილდოვებენ და ჩვენი ბესო შემოთავაზეთ ძალიან მაგარ კადრებს. ბესო აი მე და შე რო ვიდგეთ იქ ეხა და ვიღაცა სხვა რო გვიღებდეს რა. შენსუ შვაში რატოა? მე რა დაგიშავ? ორივე რო შვაში ვიდგეთ არა? თავიდან ჯილდოვდებიან თუ რა ხდება ძმაო, ვეღარ დავადგინე ანუ. ერთი და იგივე კომანდა ისევ ამოვიდა, ხო? მესიკ ერთი მე და შე როდის გავხსნი. დედას უტე გავხსნი კი არა გავგლიჯავ. მე ბოთლიანა ვისურე პირდაპირ ქვებოდ. ესე კი არ გაგიფრთხილდებით, ძმაო, კი არ გავხსნი და დაგ. შენ უეჭველი გაგახსნევინებ და უეჭველი BMW-ს გაყიდინებ. B58-ს. რავი რა ხდება და მე-13-დან დავიწყეთ რბოლა და პირველ წელს. ეგრე ჩამოაქვეითე მე-13. აი ხა პირველი 10 წრე რო იყო, ხო ავარია მოხდა. შეჯახება ხო მოხდა რა და კიდე -5 ის მიცეს რა 5 ადგილი და მე-13-დან დავიწყეთ რბოლა. რავი რო ვამბობ ძმაო გეუნები რო გიჟია ეს ბავშვი აჰა ძმაო პირველი ადგილი მოიტანა რა. საღოლ ძალიან იარა ძალიან დადის რა. საღოლ სანდრო მალადეც მე-13-დან
ნახავდით მეგობრებო, მე-13-დან პირველი ადგილი ავიღეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, დღევანდელ რბოლას დასრულდა, პირველი ადგილი წამოვიღეთ და ოფიციალურ შედეგებს გრაფიკულად ჩავსვამთ ქულების რაოდენობით, რომელ ადგილზე ვართ. კიდევ ერთი ეტაპი დარჩა GTCC-ის, მომდევნო ეტაპსაც აუცილებლად გადავიღებთ და რაც შეეხება ეს მანქანა რატოა ეხა კადრში. ამ ვიდეოს შემდეგ დაიდება 2 M4 S55-ის გატესტვის ვიდეო, ერთი არის სინგლი, მეორე არის stock turbo. დაელოდეთ მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გადააზიარეთ და კომენტარეთ და მომდევნო ვიდეო გელოდებათ ძალიან საინტერესო და მაგარი. მე კიდე გემშვიდობებით, კარგად იყავით.